მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, ჩვენი კომიტეტის აპარატს, ყველას ვინც უყურებს დღევანდელ ჩვენი კომიტეტის ხდომას. დარიგებულია დღის წესრიგი, გათვალისწინებულია 6 საკითხი, გთხოვთ რომ ხელისაწვევით დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხით, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით მომხსენებელი ბატონი დავით მათიკაშვილი. კოლეგებო, მოგესალმებით. მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონ პროექტს საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. შეგვიძლია მოხლობრივად ბატონო თავმჯდომარემ განვიხილოთ. კი ბატონო, მადლობა. დავიწყოთ მაშინ. გთხოვთ კოლეგებო, თუ იქნება შენიშვნები, მოსაზრებები, მანიშნოთ. მუხლი პირველი პუნქტი პირველი. მუხლმა განიცადა მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილება. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ პირველი მოსმენის რედაქციით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებზე ფოტო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერის წესი იმ რედაქციით განისაზღვრებოდა CSKO-ს დადგენილებით. მოქმედი ამ შემთხვევაში პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე შეტანილი ცვლილებით მხოლოდ რედაქციული თვალსაზრისით, თუმცა მაინც იმისთვის რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაიაზროს, რაზეც ეხება ცვლილება შეეხო შემდეგ წესს, ფოტო, ვიდეო გადაღება იქნება იწარმოებს ჩვეულებრივი წესით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომაზე, ხოლო აუდიო ჩაწერას უკვე საკუთარ თავის დადგენილებით განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საბოლოოდ მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. ბატონო თავმჯდომარე, მე მაინც ჩავიკითხე, რომ საბოლოო რედაქცია იყოს ცნობილი ჩვენი კოლეგებისთვის და საზოგადოებისთვის. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს კენჭისყრის კაბინის გარდა საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიო მონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლია აწარმოონ ფოტო, ვიდეო გადაღება. საარჩევნო კომისიის ხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიო მონიტორინგის განხორციელების გარეშე, გარდა CSKO-ს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა, შეუძლია აწარმოოს კომისიის ხდომის ფოტო, ვიდეო გადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის მონაცემის ფოტო, ვიდეო გადაღება, სხვაგვარი დამუშავება, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტო, ვიდეო გადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო, ვიდეო გადაღება აკრძალულია. ეს არის მუხლის შინაარსი და აქვე ვიტყვი, პირველი მოსმენის დროს იყო გარკვეული სპეკულაციური კითხვები ოპოზიციის მხრიდან დასმული, თითქოს ჩვენ რაიმე ფორმით აუგზავნეთ ფოტო, ვიდეო გადაღება, პირიქით ის წესი, რომელიც ისედაც იყო დადგენილი საარჩევნო კანონმდებლობით, მოხდა მისი განმტკიცება კონკრეტული ჩანაწერით, რომ საარჩევნო პროცესის დროს ფოტო, ვიდეო გადაღება გარდა კაბინისა არის დაშვებული, არ არის დაშვებული აუდიო ჩაწერა და ეს ჩემს მიერ იყო ახსნილი, თუ რატომ არ არის დაშვებული აუდიო ჩაწერა ამ პროცესისა და მეორე საარჩევნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომებზე შესაძლებელია ფოტო, ვიდეო გადაღება, ხოლო აუდიო ჩაწერის წესს და ამ შემთხვევებს CSKO თავისი დადგენილებით განსაზღვრავს. ეს არის მთელი შინაარსი მე-6 მუხლისა, რომელიც კანონ პროექტში არის პირველ მუხლად წარმოდგენილი. მადლობა. კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები, განსხვავებულები არ არის. მეორე პუნქტი. არ განუცდია ცვლილება. მესამე. არ განუცდია ცვლილება. და მოქმედების თარიღი არის უცვლელი. დიდი მადლობა. შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. მადლობა ბატონო დავით წარმოდგენილი კანონ პროექტისთვის. შემდეგი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პაკეტში შემავალ სხვა კანონ პროექტებთან ერთად მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ ალექსანდრე დარახველიძე გახლავთ მომხსენებელი. შემდეგი საკითხის თქვენი გამოსატანია ბატონ ალექსანდრე, ამასაც მივყვეთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონ პროექტს. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რიგი საკითხების ახლებურად მოწესრიგებას, იმისათვის რომ მეტად იყოს დაცული
ქვეყანაში საგზაო მოძრაობის წესები. რაც შეეხება მესამე მოსმენისთვის განხორციელდა რედაქციული ცვლილებები, ასევე დაზუსტა ამოქმედების თარიღი, კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირველი მუხლის მე-12 ნაწილში შევიდა ცვლილება და დაზუსტა სამართალდარღვევათა კოდექსში 125.4 მუხლის ნაწილზე მითითება, შესაბამისად მოხდა გადანომრვა, გარდა ამისა შეიცვალა კანონის ამოქმედების თარიღი და ნაცვლად გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებისა აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა 2026 წლის 1 მაისიდან. ეს არის მესამე მოსმენისთვის, რაც შეიძლება იქნეს ღირებულება. მადლობა კოლეგებო, მე მაშინ მივყვეთ მუხლობრივად, პუნქტობრივად, თუ შენიშვნა მოსაზრება იქნება. ვთქვათ, რომ ანიშნოთ მუხლი პირველი, პუნქტი პირველი, აქ რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის, თუ არის შენიშვნა მოსაზრება, გახლავთ. პუნქტი პირველი, ხო ბატონო თავზე. დიახ, მეორე და მესამე პუნქტებთან დაკავშირებით ხომ არ არის წარმოდგენილი. კი. აქ რედაქციული ხასიათის ასახული არის. დიახ, ასახული. კარგი, შენიშვნები არ არის. მეოთხე რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. მეხუთე და მეექვსე პუნქტები. აქაც რედაქციულად დაზუსტა. შინაარსის usula, რა თქმა უნდა. მე-7 მე-8 აქაც ანალოგიურად თავმჯდომარე. კი ბატონო, შენიშნები მოსაზრებები რედაქციული ხასიათის არ არის, მე-10 აქაც რედაქციული ხასიათის დაზუსტებები განხორციელდა. კი ბატონო, მე-11 ანალოგიურად შენიშნები მოსაზრებები არ გახლავთ. მე-12-დან დაკავშირებით ვისაუბრეთ უკვე. დიახ, აქ 125 მუხლზე მითითება გასწორდა შესაბამის მუხლში რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მე-13 პუნქტი. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებებია ბატონო თავმჯდომარე. მე-14 და მე-15 აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. მე-16 რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. მე-17 მე-18 აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მე-20 21 და 22 ნაწილი პუნქტები აქაც ანალოგიურად ცვლილებები 23 24 ანალოგიურად შენობები არ არის 25 ანალოგიურად ახაც ამოქმედების თარიღთან დაზუსტა დაკავშირებით ბატონო თავმჯდომარე და ეს კანონი ამოქმედება 2026 წლის 1 მაისიდან. 2026 წლის 1 მაისი. ეს დარიგებულ რედაქციაში არის გამოქვეყნებისთანავე მითითებული და გთხოვთ ხაპარაც რომ ამოქმედების თარიღი შეიცვალოს და ასეთი რედაქციით გავაგზავნოთ უკვე პლენარული სხდომისთვის. ამ პაკეტში შემავალი შემდეგი კანონპროექტი არის საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნულ კანონშიც მესამე მოსმენის პარაგრაფში განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები შინაარსის შეუცვლელად და შეიცვალა ამოქმედების თარიღი აქაც შენიშნები მოსაზრებები მუხლ პირველთან ან მუხლ მეორესთან დაკავშირებით ხომ არ არის. აქაც ამოქმედების თარიღი არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2026 წლის 1 მაისი ბატონო თავმჯდომარე. კი ბატონო. აქაც ანალოგიურად თხოვთ ამისათ აისახოს შესაბამისი ცვლილებები ამოქმედების თარიღთან დაკავშირებული. შემდეგი საკითხიც თქვენი გამოსატანია, ეს არის მთავრობის ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს საგზაო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და თამდები კანონპროექტი მესამე მოსმენით განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, ხოთ ბატონო ალექსანდრე. წარმოგიდგენს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს. აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს, როგორც აღვნიშნეთ წინა მოსმენების დროს, რომ რკინიგზის, ასე ვთქვათ, ძირითადი დაცვის უზრუნველყოფა განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, ვინაიდან ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, შესაბამისად საჭიროა მაღალი, ასე ვთქვათ, კომპეტენციის მქონე და უფლებებით აღჭურვილი უწყების მხრიდან დაცვის ღონისძიების განხორციელება. აღნიშნული კანონპროექტი, ასე ვთქვათ, გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს რკინიგზას დღეს აქვს მოქმედი ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან და ამ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ უკვე საუბარია 2026 წლის ივნისის თვეზე, შემდგომ გადაიბარებს უკვე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სრულად ამ ობიექტის დაცვას. ანუ კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუმცა მუხლბორში გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი და ეს გარდამავალი პერიოდი გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ სრულად მოემზადოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იმ აღნიშნული ობიექტის დასაცავად, მოგეხსენებათ საჭიროა დამატებითი ადამიანური რესურსი, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა, შესაბამისად ეს პერიოდი გამოყენებული იქნება სწორედ ამ ღონისძიების განსახორციელებად. რაც შეეხება მესამე მოსმენის ფარგლებში, განხორციელდა რიგი რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რაც დაკავშირებულია კანონის, ასე ვთქვათ, გრამატიკულ გამართულობასთან და შესაბამის, ასე ვთქვათ, ცვლილებებთან, ასე რომ გასწორებულ რედაქციაში წარმოდგენილია, რაც
თქვენ გაქვთ არიგებული. კი ბატონო, ბატონო ელექსანდრე თქვენ სულაც. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ რა თქმა უნდა პირველი მეორე მოსვენის ფარგლებში საკმაოდ დეტალურად და შინაარსობრივად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები. ერთი მაინტერესებს მესამე პუნქტში. ტვირთი, რომელიც განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი. აქ რა თქმა უნდა სათანადო წესების დაცვით, რომელიც ამჟამად რკინიგზის ტვირთგადაზრდის წესებს ექვემდებარება. ტვირთგადამზიდმა უნდა როგორ უნდა გადაზიდოს, ეს უნდა გაუფორმოს რომელიმე კერძო კომპანიას ხელშეკრულება თუ ეხლა ტვირთგადამზიდი ვერ იქნება დაცვა გაცილება. ხო აი აქ რა იგულისხმება იქნება გითხრათ. ამ შემთხვევაში ბატონო ალექსანდრე ამ მუხში შედის ესე ვთქვათ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, ვინაიდან თლიანად გადაიბარა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. აქვე მითითება არის კონკრეტულ წესებზე, რომელთა წესების დაცვისას უნდა განხორციელდეს გადატანა. ეს არის რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესები და სახიფათო ტვირთების რკინიგზით გადაზიდვის წესი, რომელიც შესაბამისად სამართლებრივი აქტით არის დარეგულირებული. ჩვენ ნაწილში ჩვენ მხოლოდ ფიზიკურად ვიცავთ იმ ობიექტებს, რაც დაკავშირებულია სარკინიგზო ქსელთან, რკინიგზის სადგურებთან, შესაბამის ობიექტები, რომელიც გააჩნია. ანუ ამ ნაწილში შევდივართ ჩვენ, რაც შეეხება უშუალოდ ტვირთების დაცულობას. ეს სპეციალური წესებით არის განსაზღვრული, შესაბამისად ამ ნაწილს არ ვიხებით ამ ცვლილების ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი წინა წლების განმავლობაში ახორციელებდა რკინიგზის ობიექტების დაცვას, შემდეგ შეიცვალა მიდგომა და გადავიდა ეს კერძო დაცვით ორგანიზაციის დაქვემდებარებაში. ახლა ისევ ხდება დაბრუნება და საბოლოო ჯამში კანონის დონეზე გაიწერება, რომ მთლიანად მთელი ობიექტების დაცვას, ეს იქნება ხიდები, გვირაბები, სარკინიგზო სადგურები თუ სხვა ტიპის ობიექტები, რაც აღნიშნული ასე ვთქვათ რკინიგზის შემადგენლობაშია, ჩვენ ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფთ. რაც შეეხება ტვირთების გადაზიდვის და დაცვის საკითხებს, ეს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული და ამ ნაწილში ცვლილება არ ხორციელდება. ალექსანდრე, მარტივად რო არა, ეგ ყველაფერი გასაგებია და ეგ ყველაფერი გავლენა. მე სხვა რამეს ვკითხულობ, თორემ თქვენ ვერ გამიგებთ. მესამე პირველი მუხლის მესამე პუნქტი ნახეთ, ტვირთგამგზავნი უზრუნველყოფს შესაბამის წესებით გაცილებას და მაგას გეკითხებით, ტვირთგამგზავნმა ტვირთმიმღებმა უბრალოდ როგორ უნდა უზრუნველყოს ეს ხლა ამდენი ტვირთი. ხო მაგას გეკითხებით თქვენ. არა, ამ შემთხვევაში ტვირთმიმღები ალბათ უფორმებს კიდე სხვა ხელშეკრულებას თუ იგივე დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. ანუ აქ რედაქცია რო ჩავიკითხოთ, ტვირთს, რომელიც გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები, რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესებისა და სახიფათო ტვირთების რკინიგზით გადაზიდვის წესის შესაბამისად. ანუ ამ წესებში არის განსაზღვრული თუ როგორ უნდა მოხდეს დაცვა გაცილება. ჩვენ ნაწილში კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შევდივართ მხოლოდ ფიზიკური ობიექტების დაცვის ნაწილში. ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს სხვა დამატებითი მომსახურებები, რომელიც გაწერილია შესაბამის ნორმატიულ აქტებში. დიახ, თუ ჯდება იმ მომსახურებაში, რაც ჩვენ გვაქვს შეთავაზებული და დაინტერესებული ხარ, ასე ვთქვათ, გამოთქვას სურვილის, რომ დააკონტრაქტოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ბუნებრივია იმ მანდატის ფარგლებში, რაც გაგვაჩნია ჩვენ და რა მომსახურებებიც გააჩნია დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ბუნებრივია ჩავერთვებით, მაგრამ როგორც ასეთი, ეს ცალკე სამართლებრივი აქტით არის დარეგულირებული, ასე რომ ამ ნაწილში ჩვენ არ შევდივართ, ჩვენ ფიზიკურ გარემოს ვიცავთ ობიექტებს, იმ მატერიალურ საშუალებებს, უსაფრთხოებას სადგურებში, შესაბამის ასე ვთქვათ კონკრეტულ ქსელზე და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულია თვითონ უშუალოდ ტვირთის გამგზავნისა და მიღების შეუძლის დადებულ ხელშეკრულებაში. ხო ეს ხელშეკრულებაზეც. თვითონ რომ გააჩნია როგორი პასუხისმგებლობაა განაწილებული. კარგით. სხვა შეცვლილი მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. კარგით. ამოქმედების თარიღზეც ვისაუბრეთ. შემდეგ კანონპროექტი ამავე პაკეტში პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობას. პოლიციის შესახებ კანონში ცვლილების მიზანს წარმოადგენს, რომ მთავრობას მიეცეს უფლებამოსილება გაადგინოს ობიექტების საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, სადაც სავალდებულო წესით შეიძლება დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი ესე ვთქვათ დაცვის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, აქაც გათვალისწინებული, რომ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, აქაც რედაქციულად დაზუსტდა მესამე მოსმენის პარაგრაფში და ამოქმედების ვადა არის გამოქვეყნების თანახმად. სხვა ტიპის ცვლილებები არ განხორციელებულა. შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ გახლავთ? რედაქციული ხასიათის ასეთი არ გახლავთ. მადლობა ბატონ ალექსანდრე. დიდი მადლობა თქვენ. განხილულია, გთხოვთ დაიკავოთ ადგილი.
შემდეგი კანონპროექტი ისევ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი გახლავთ ქალბატონი თამარ იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მოგესალმებით ყველას. საკანონმდებლო ინიციატივის წესით პირველი მოსმენისთვის წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წამოიწყო ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს შიდა სახმელეთო წყლებში, რაც მოიცავს ტბებს, მდინარეებს და წყალსაცავებს, ცურავის საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პირველ ეტაპზე ჩვენ 2023 წლის 28 ივნისს მივიღეთ საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კანონის მიღების ძირითადი მიზეზი გახლდათ ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებდა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, არსებობდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, რაც რისკის ქვეშ აყენებდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრა SIP საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. აღნიშნულის გათვალისწინებით 2024 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 451 დადგენილება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ და სწორედ ამ დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა მცურავი სატრანსპორტო საშუალებების, ფლობელთა, ბრძოლთა უფლებამოვალეობები და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირების წესები და პირობები. შესაბამისი კანონმოქმედებარე აქტების დამტკიცების გათვალისწინებით ასევე მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ისეთი მოთხოვნების დარღვევებისათვის, რაც ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. შესაბამისი საჯარიმო სანქციები წესდება შემდეგ დარღვევებზე: სატრანსპორტო საშუალებების მართვა, შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალების სახელისა და სარეგისტრაციო ნომრის აღნიშვნის გარეშე, ან შეჩერებული რეგისტრაციით. ასევე შიდა სახმელეთო წყლებში დაოსნობის წესების დარღვევა, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების ქონების გარემოს ან ტვირთის დაზიანება. და ბოლოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა. ამასთან მოცემული კანონის პროექტი ითვალისწინებს ასევე ჯარიმების დაწესებას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში ტერიტორიულ ზღვასა და ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის. გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა. ქალბატონ თამარ ინიციირების შემდეგ თუ იყო გარკვეული ხასიათის ცვლილებები, ახალი საკითხები ხომ არ დაემატა, რომ ამასაც მოახსენოთ კომიტეტს და კი ბატონო, შესაბამისად დავამატეთ საზღვაო ნავსადგურებში, კი ბატონო, საზღვაო ნავსადგურებში შესაბამისი თევზჭერის აკრძალვასთან დაკავშირებული სანქციები. კი ბატონო და მე-6-ში 239 მუხლის 51 ნაწილის შემდეგ 51 პრიმა ნაწილი ემეტება. ესეც ოქმის ფორმა კი ბატონო. ოქმის ფორმა და შევსების წესი მტკიცდება შინაგან საქმეთა მინისტრისა და გარემოს დაცვის კი ბატონო. სოფლის მეურნეობის ministris ერთობლივი ბრძანებით. კარგი, დამოქმედების თარიღით შესაბამისად შეიცვალა და კი ბატონო. 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება აღნიშნული კანონის. კარგი, კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ გაქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ერთ სიტყვოდი შინაგან როგორც თქვენ სამინისტროსთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეკდებოდა თხოვნა და განსაკუთრებით რა თქმა უნდა საზოგადოებასთან, რომ ჩვენ წინ გვაქვს საკურორტო სეზონი, საზაფხულო საკურორტო სეზონი და მაქსიმალურად ყველას მოუწოდოთ კიდევ ერთხელ, რომ თავი შეიკავონ დარღვევებით წყლის ტრანსპორტის მართვისგან და მინიმუმამდე რომ დავიდეს უბედური შემთხვევების რაოდენობა, საერთოდ რომ არ გქონდეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს ასეთი შემთხვევები და მთავარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქ არის ერთი მხრივ
კანონმდებელზე რა თქმა უნდა ჩვენ შესაბამის კანონის დაცულებებს ვიღებთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების შესაბამისად ამ კანონებს ახასრულებენ, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად ჩვენ თითოეულ ადამიანს გვაკისრია, რომ დავიცვათ კანონი და ამ კანონის შესაბამისად მართოთ მაგალითად ის წყლის სკუტერები იქნება თუ შესაბამისად სირენავები, რომ ყველანაირი რისკი მათ შორის ზღვაში ცურავი და დამსვენებლებისთვის იყოს მინიმუმამდე შემცირებული. კი ბატონო თავმჯდომარე სიბრძოლო ტრანსპორტის სააგენტო ცხადია სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად მზად არის ზაფხულის სეზონისთვის და შესაბამისად აღნიშნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. დიახ და რაც უფრო მეტი შემეცნებითი და უფრო მეტი ამაღლების კუთხით პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით რაც უფრო მეტი კამპანია იქნება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ ყველაფერს. მადლობა წარმომადგენელი ინიციატივისთვის. დიდი მადლობა. შემდგომი საკითხი გახლავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა. თავდაცულებებთან ერთად მომხსენებელი ბატონი თორნიკე ჭეიშვილი. გმადლობთ ბატონო თავმჯდომარეო, მოგესალმებით პატრიოტულ კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას თამდევ ცვლილებებთან ერთად. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ როგორც ცნობილია ყველასთვის მეათე მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის მაისში მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი, გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომლის აღსრულება დაევალა პირველადი გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული შედეგად და განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, დღეისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში გახლავთ აღრიცხული 400-მდე სუბიექტი, ანუ არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი. ამასთანავე შეგახსენებთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის და უცხოური დაფინანსების მეშვეობით ქვეყნის შიდა საქმეებში ძალების ჩარევის მეტად ეფექტიანი პრევენციის მიზნით გასული 1 წლის განმავლობაში მიღებული იქნა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ეგრეთ წოდებული ფარა და ასევე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა ცვლილებები გრანტების შესახებ საქართველოს კანონში. საგულისხმოა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, როგორც გრანტის თანხმობის გარეშე გაცემის და მიღების მონიტორინგს, ისე ფარათი გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს უკვე მიმდინარე თვიდან 2 მარტიდან ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. შესაბამისად იმისათვის, რომ ერთ სფეროსთან დაკავშირებული საჯარო მმართველობითი ფუნქცია განახორციელოს ერთმა კონკრეტულმა ორგანომ, სახელმწიფო ორგანომ, კონსტიტუციურმა ორგანომ, მიზანშეწონილია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონით რეგლამენტირებული უფლებამოსილებებიც გადაეცეს სწორედაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ანუ საჯარო რეესტრის ნაცვლად ამის განმახორციელებელი უკვე როგორც ესე იგი რეესტრის მაწარმოებელი, ისე მონიტორინგის განმახორციელებელი იყოს სწორედაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ეს თავისთავად დადებითად აისახება სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და სათანადო მონიტორინგის ეფექტიანობაზე. შესაბამისად ცვლილება არის გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათის ამ თვალსაზრისით, სადაც მითითებული გახლავთ დღეს არსებულ რედაქციაში კანონისა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩანაცვლება ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურით პირდაპირ, თუ დაუშვათ საუბარი იყო იმაზე, რომ და არის ჯერჯერობით მოქმედ რედაქციაში, რომ კონკრეტული სამართლებრივი აქტები, კანონქვემდებარე აქტები იყო მიღებული თუ გამოცემული კონკრეტული ორგანოების მიერ, თანამდებობის პირების მიერ, მაგალითად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, ანალოგიურად შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიმღებ ორგანოდ დაწესებულებად უკვე იქნება გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახური და გენერალური აუდიტორი. რაც შეეხება ამ მოქმედების ნაწილს, ესე იგი გათვალისწინებულია ძირითადი ნაწილის, ანუ კანონპროექტით წარმოდგენილი ძირითადი ნაწილის ამოქმედება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს იმისათვის, რათა სწორედაც არსებობდეს გონივრული დრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჰარმონიზებისა და სხვადასხვა მატერიალურ ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის, რაც დაუკავშირდება ამ რეესტრის და შესაბამისი უფლებამოსილებების გადატანას, გადაცემას
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. ეს არის კოლეგებო პრინციპების დონეზე ძირითადი ნიუანსები, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით ახლავთ გათვალისწინებული, თუ არის დამატებითი კითხვები, დაზუსტებები, რა თქმა უნდა, მზადვარ რომ მოგახსენოთ უფრო დეტალურად. გვალობთ. მადლობა დამთანიკე კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ გახლავთ. არც არის გასაკვირი, რომ შესაბამისი არც შენიშვნები და მოსაზრებები ამ კომიტეტზე არ ფიქსირდება, იმიტომ რომ ერთად გვაქვს დამუშავება და შესაბამისად თანაინიციატორები გახლავართ და ერთად ვართ უბრალოდ. კარგით, რადგანაც ასეთი არ არის, საკითხი განხილულია. მადლობთ. კოლეგებო, ჩვენ დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი გვაქვს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი გახლავთ საქართველოს მთავრობის ინიციატივა, მოხსენებელი გახლავთ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც პარალელური კომიტეტი აქვს, შესაბამისად თავაზობთ, რომ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ და სულ რამდენიმე წუთში გავაგრძელოთ ჩვენი კომიტეტის ხდება და შესაბამისად ჩავატაროთ კენჭისყრებიც.
მეგობრებო, შეგვიძლია დავიწყოთ, განვაახლოთ უпростоრად ჩვენი კომიტეტის ხდომა. ბოლო საკითხი არის დღის ესრიგით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი აკუხავს და გთხოვთ მობრძანოთ. გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოვიდგინეთ ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას წარმოგიდგენთ. კერძოდ 127 მამუხლში არის ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს საბაჟო გამშვები პუნქტიდან არა უმეტეს 20 კილომეტრის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დადგენილი წესის დარღვევას და ჯარიმა არის გათვალისწინებული 500 ლარის ოდენობით 2013 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის პირობები, რა პირობებსაც უნდა ყოფილებდეს აღნიშნულ ავტოსადგომში ჩართული მანქანები და დადგენილია წესები. 2023 წელს შევიდა ცვლილება აღნიშნულ მთავრობის დადგენილებაში და განისაზღვრა ნაცვლად 20 კილომეტრის და ყაზბეგის შემთხვევაში 25 კილომეტრიანი რადიუსი და შესაბამისად დღეის მდგომარეობით ეს 20 კილომეტრიანი რადიუსი, რომელიც კანონშია დაფიქსირებული ჯარიმა, ვეღარ უზრუნველყოფს 25 კილომეტრიან რადიუსში წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმება. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით გადატანა ხდება არა კონკრეტულად რადიუსის მითითება კანონში, არამედ მთავრობის დადგენილებაზე ხდება მითითების გაკეთება და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ არეალში დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში იქნება ეს ჯარიმა გამოყენებული, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, რომ 20 კილომეტრში იქნება თუ 23 კილომეტრში, რომელსაც მთავრობა დაადგენს და დადგენილი აქვს უკვე 2023 წელს, ამ შემთხვევაში იქნება შესაბამისი ჯარიმა გამოყენებული. ეს არის ცვლილების შინაარსი. მადლობა. კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ გაქვთ? ასეთი არ არსებობს. შესაბამისად, შეგვიძლია განხილულად ჩავთვალოთ აღნიშნული ინიციატივა. მადლობა. ვთქვით, რომ დაიკავოთ ადგილი და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. კვორუმი გვაქვს. კი ბატონო. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად. მადლობა. მეორე საკითხი საქართველოს მთავრობის ინიციატივა კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ცვლილების შეტანის შესახებ თანდართულ ცვლილებებთან ერთად მესამე მოსმენით ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად. მადლობა. ანალოგიურად მთავრობის ინიციატივა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თანდართულ კანონპროექტთან ერთად ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად. მეოთხე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ინიციატივა კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად. მადლობა. ანალოგიურად მთავრობის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ეს გახლავთ კალბატონი თამარი იოსელიანის მიერ გამოტანილი კანონპროექტი ვინ არის მომხრე პირველი მოსმენით? დამსწრეთა მიერ ერთხმად და ბოლო საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თამდელ ცვლილებებთან ერთად. პირველი მოსმენით ხარდაჭერილია დამსწრეთა მიერ. დიდი მადლობა. ამით განსახილველი საკითხები დასრულებულია. ჩვენი კომიტეტის ხდომაც დასრულდა. მადლობა. აყოფიერთ დღეს გისურვებთ.